ბავშვებო, გამარჯობა, მე ვარ ბეგო. გამარჯობა ბავშვებო, მე ვარ ირაკლი. ირაკლი, რა ხდება ეხა ჩვენი შერიფი და ბოროტო მოქმედი, როგორ არიან? ხომ არ მოშივდათ, ხომ არ მოიწყინეს, აი როგორ არიან მანდ ერთი ჩაგვირთე. აი ესე არიან. აჰა, გასაგები, ესე იგი ჩვენ გველოდებიან. ალბათ კი. აუ, კიდევ ერთხელ გვაჩვენე რა თამაშია, ირაკლი რა, მოდი რა. ეს თამაშია მოკლედ ორი ადამიანისთვის გათვლილი და ხო? გვაქვს ესეთი ფონური მუსიკა და ასევე ვამოძრავებთ ჩვენ შერიფს და ბოროტ მოქმედს. ასევე ხტუნაობა შეუძლიათ. და ისვრიან კიდევ. ისვრიან. ირაკლი არ ვიცი, მაგრამ მე ძალიან მომწონს ეს თამაშია. აუ, ბავშვებს ალბათ ერთი სული აქვთ, როდის აჩვენებ ბოლომდე ამ თამაშს. იმედია. დავიწყოთ? დავიწყოთ. კარგით, მოდით ბავშვებო ახლა გაჩვენებთ პირველ ნაწილში ჩვენ რა გავაკეთეთ. კი, აუცილებლად ვაჩვენოთ ირაკლი. ესე იგი, ჩვენი როგორ თქვა, მოთამაშეები ორივენი მოძრაობდნენ და უბრალოდ ხტუნაობდნენ. კი. აი ეს. და მოდით ახლა ასევე დავუმატოთ ტყვია ჩვენი მოთამაშეებისთვის. ტყვია ჩვენი მოთამაშეებისთვის. კი. და ასე პირდაპირ ქვია ტყვია და ახლა მეტად დიდი კი არის. ვაიმე. ცოტა უპატრაოთ. ეს იმისი ზარბაზნის ხომ არ არის ირაკლი. ამხელა არის, ვაიმე. ალბათ შეიძლება. 20% მივუწევთ და მგონი კარგი გახდა. აბა მაჩვენე ირაკლი როგორია? აი ასეთი. აჰა. კარგია. ცოტა ხო არ გავადიდოთ, რომ კარგად გამოჩნდეს. არა, მოდი იყოს. კარგი. კარგით ახლა. ჯერ მოდით ჩვენს პერსონაჟს დავუწეროთ აქ კოდი. როდესაც აჭერ ღილაკს აქა აუჩიოთ ესი. ეს საკმაოდ შორს არის, აი ეს. ესი მაშინ. გადაერთი კოსტიუმზე პერსონაჟი 1. შემდეგ გაიმეორე ორჯერ. იცადე 0.1 წამი მომდევნო კოსტიუმი. შემდეგ გადაერთი შეტყობინება, მოდით შევქმნათ სროლა ვთქვათ. აი ეს. ანუ ეს იქნება სროლა, ხო ირაკლი? ნუ კი. შემდეგ იცადე 0.2 წამი და გადაერთი კოსტიუმზე პერსონაჟი 2. შემდეგ იცადე 0 წამი. მოდით ახლა გადმოვიწეროთ ხმა სროლის. გადმოვიწეროთ. აი სროლა. აი ეს ხმა იქნება. საკმაოდ გრძელია. 2 წამი გრძელდება ახლა. და შემდეგ ჩართე ხმა სროლა. და შემდეგ გადაერთი კოსტიუმზე. აი პირველი კოსტიუმი ავუჩიოთ. და შემდეგ იცადე 0.1 წამი. ნახეთ რა გამოგივიდა. ახლა რომ დავაჭერ ეს. თითქოს დაიცვლის ჩვენი პერსონაჟი. ტყვიაც ხომ და მოძრაობდეს ირაკლი. არა კი, არა, ჯერ ტყვიას კოდი არ გამიკეთებია. აჰა. და მოდით ახლა ჩვენს ტყვიას დავუწეროთ კოდი. როდესაც ვიღებ შეტყობინებას სროლას, მაშინ გამოჩნდი ასევე მე-5 და 90 გრადუსით მიმართულებით და გადადი პერსონაჟზე. ნუ ავუჩიოთ აქ პირველი. პირველი. შემდეგ ის რეალე 0.7 წამი აქ დავწეროთ. მოდით ჯერ ვნახოთ საერთოდ როგორ გადავაჩვენს პერსონაჟზე. ახლა ხედავთ რომ ტყვია სულ სხვა ადგილას არის, იქ სადაც არ ჭირდება წესით. აჰა. ამიტომაც კოსტიუმებში ეს ტყვია გადმოვიტანოთ ქვემოთ. აი ეს. კიდევ ცოტა. აი ესე.
და ცოტა გამოვწიოთ გვერდზე. ნუ აი ეს. რომ გამოჩნდეს აი აქ. შემდეგ აი აქ დავშვათ ეს ტყვია ჩვენი. და ეს არის 0.7 წამი. x-ისკენ 219. და y-ი აქ ავირჩიოთ. y-ი მიმდებარეობა. ანუ იგივე ადგილას დარჩეს რა. მოდით ნახოთ რა გამოგივიდა. საინტერესოა. ოღონდ კიდევ პატარა კოდი დავწეროთ ახლა. შემდეგ დაიმალე. როდესაც აჭერი მწვანე დროშას დაიმალე. სხვა არაფერი არ გვინდა ახლა. ნახოთ. და ჩვენი პერსონაჟია ესე ისვრის ამ ტყვიას. ჰაერშიც რომ იყოს, მაინც ისვრის. აჰა. ახლა უნდა გავაკეთოთ, რომ ტყვია რომ მოხდება რაღაცა, მე მოქმედება რო იყოს, ხო ირა? ნუ კი. აი ამ სკრიპტის წერა მაშინ გავაგრძელოთ. ხმის სიმაღლე 100%. შემდეგ მუდმივად და თუ და მაშინ. თუ ეხება პერსონაჟი 2, ანუ ჩვენს მეორე პერსონაჟს თუ ეხება, მაშინ გამორთე ყველა ხმა. უნდა გადაეცი ყოფილებმა შერიფმა გაიმარჯვა. შერიფმა გაიმარჯვა. ირაკლი, შენ ვიგიდა რომ გაიმარჯვოს? ნუ ალბათ ახლა შერიფმა. შერიფი ჩვენიანია, ხო ირაკლი? აა კი. და შემდეგ დაიმალე ასევე. ასევე მოდით ხმა გადმოვიწეროთ. წესი და ეს კარტხმა. კარტხმა. ეს. და შემდეგ დავკარი ხმა. კარტხმა დასრულებამდე. და შემდეგ ხმის სიმაღლე 0%. მოდით ნახოთ რა გამოგივიდა. თუ გავარტყავთ ჩვენს ბოროტ მოქმედს. ესეთი ხმა ექნება. და თუ არა და, ნუ არაფერი არ იქნება. მე ახლა ნახეთ, რადგან იქამ უკვე მივუთითე რომ ხმის სიმაღლე 0%, უკვე ვერაფერს ვერ გავაკეთებთ. ვერ გავაკეთებთ როგორი ირაკლი? ანუ ნახეთ, ერთხელ რომ გავარტყავთ ჩვენს ბოროტ მოქმედს, მე ჯერ უკვე ვერ გავარტყავთ, რადგან უკვე რაუნდი მორჩა, ასე ვთქვათ. უნდა მორჩეს წესით ხო, წააგო. ასე მოდით აი ამ ჩვენს პირველ პერსონაჟს დავუწეროთ კიდევ პატარა ესეთი კოდი. როდესაც ვიღებ შეტყობინებას შერიფმა გაიმარჯვა, ხმის სიმაღლე 0%. და ასევე დაიმალე. და ეს კოდი გადავიტანოთ აი აქაც. ანუ ორივე დაიმალება მე. კი. ეს. და მეც უკვე წესით ვეღარ ვსვიდ, უბრალოდ იქნება მარტო ანიმაცია. ეხლა მოდით ეს ტყვია წესით უნდა დავაკოპიროთ. რომ ბოროტ მოქმედსაც კონტექს ხო ტყვია, ალბათ. ნუ კი. აქა ეს შემოვატრიალო და ესე. შემდეგ ბრუნვის წესი მარცხნივ მარჯვნივ. და იქში აქა დავწეროთ -219. ეხლა თუ ეხება აქა პერსონაჟს, მაშინ გადაეცი ბოროტ მოქმედმა გაიმარჯვა. ბოროტ მოქმედმა გაიმარჯვა. აი ეს. ეხლა დავწეროთ კიდევ პატარა სკრიპტი ესეთი. აი აქ უბრალოდ დავაკოპირო და ეს და მივუწევ აქ. ბოროტ მოქმედმა, როდესაც ვიღებ შეტყობინებას ბოროტ მოქმედმა გაიმარჯვა, ანუ იგივე გავიმეორე და მოქცია და აქაც შევსვათ ეს კოდი. ანუ ეხლა ნახეთ, თუ შერიფი გაარტყავს ტყვიას, მაშინ ვაი. მგონი მივხვდი ეს იმის გამო არის, რომ ნახა მივუთითეთ. სროლა კი არა აქ უნდა მივუთითოთ ჩვენ. გადავიდეთ ჩვენს პერსონაჟში და ეს კოდი გადმოვიტანოთ აი აქ. ოღონდ ახლა გადაეცი. აქა დავწეროთ სროლა 2. 2. ეხლა, როდესაც ვიღებ შეტყობინებას სროლა, გადადი ჩვენს მეორე პერსონაჟზე. აი ახლა, ნახოთ რა გამოგივიდა. ნახოთ. შერიფი ისვრის აი ესე. ვაი. ახლა ნახეთ რატო ხდება. იმიტომ რომ აქაც მითითებული მაქვს რომ როდესაც ვაჭერ
აი აქა ეს. აქ კიდე უნდა ვიჩიო, ის არის ქვევით. და მაშინ ყველაფერი გამოსწორდება. აბა კონახე. უბრალოდ ახლა აი აქა ჩვენ ხმარ გვაქვს, რადგან ამ მეორე პერსონაჟში, აი ამ მეორე ტყვიაში ჩვენ ხმარ ესე არ გვაქვს. უნდა დავამატოთ, უბრალოდ დავაკოპიროთ. პერსონაჟში. კი. გადმოვიწეროთ უფრო სწორედ. სროლა. ახალი ხმა არის? არა. იგივე, რაც მანდ იყო. ანუ ვერ დავაკოპირებთ ხო ირაკლი გადმოწერთ. ხო. და ესე ორივე ისვის. უნდა თქვა შერიფი თუ გაარყავს. ორივე დაიმალება. და თუ ბოროტ მოქმედი. მოხდება ორივე დაიმალება. ნუ ხო, იმიტომ რომ ერე უნდა იყოს. ეხლა მოდი დავხატოთ ერთი ესეთი დიდი შავი მართკუთხედი. აი, ესე. და მას პატარა ესეთი კოდი დაუწეროთ. როდესაც აჭერ მწვანე დროშას დააყენე მოჩვენება ეფექტი 0 და გამოჩნდი. შემდეგ გაიმეორე 50 ჯერ. შეცვალე მოჩვენება ეფექტი 2-ით. და ასევე შემდეგ დაიმალე და დაახენე მოჩვენება ეფექტი 0. ეხლა როდესაც ვიღებ შეტყობინებას ბოროტ მოქმედმა გაიმარჯვა. გამოჩნდი. დავაკოპიროთ ახლა ეს პატარა კოდი და მივცეთ შერიფმა გაიმარჯვა. ეხლა ნახეთ რა გამოვა. გაიმარჯვა. დასაწყისში ექნება ეს ეფექტი და როდესაც ვინმე რომელიმეს გარტყავს გამოჩნდება შავი ეკრანი. ასევე მოდი რა თქმა უნდა დავამატოთ ფონური მუსიკა. აუცილებლად. როდესაც აჭერ მწვანე დროშას და ეხლა მოდი განმოვიწეროთ ეს მუსიკა. ფონური მუსიკა ქვია მაგას. ფონური. და ეს მუსიკა. და შემდეგ შევართოთ აი აქ. ნახოთ რა გამოგვივიდა. და მოდით ახლა ნაბიჯების ხმა საქა ორივესთან ცოტა საუციოთ რა ნაბიჯების ხმას. ხო, კარგად რო ისმოდეს. კი. ეხლა ნამდვილად დავაჭირო თქვა საბჯერ ხმის ამაღლებას. ან 5 ჯერ. იგივე მეორესთანაც. აბა ნახოთ ახლა. ნახოთ. ნაბიჯების ხმა უფრო მკვეთრი არის. კარგად ისმის. კი. ასევე მოდით დავამატოთ ის ეფექტი ალბათ რომ დაინახეთ თქვენ. დასაწყისში რომ გამოჩნდა ასევე შერიფი და ბოროტ მოქმედი იქა. ეხლა ეს გადმოვიდანოთ შერიფი. ცოტა დავაპატარავოთ ახლა. ყოდა ესე, ყველაზე მომივცეთ. ავიდა, იქ ახლა კოსტიუმებში გადავიდეთ. და დავუმატოთ მეორე კოსტიუმი, ბოროტ მოქმედი. ეს რა ბოროტ მოქმედის ნიშანი რა არის? ნუ ქუდი უბრალოდ ესეთი. აჰა. დავაკოპიროთ. ბოროტი ქუდი. დავაპატარავოთ ეს აქ. ეს კიდევ ჩავშოთ აი ეს. კიდე. უბრალოდ ერთმანეთს დავაშოროთ. ასევე x მივუთითოთ 0 აქ. ეს აქეთ გამოვწიოთ ახლა. და ახლა მოდით აი აქ ლურჯი მივცეთ. ფერი და აქ დავწეროთ. შერიფი. ვაი, ქართულად ხონთ. ბია აი აქ. ცოტა გავამოქოთ მოდით. აი ესე და აქ ბოროტ მოქმედი. ამ ეს დავაკოპიროთ უბრალოდ ეს წარწერა. ამის მაგერად დავწეროთ აქ ბოროტ მოქმედი. ბოროტ მოქმედი და ფერიც გამოვცვალოთ. წითელი იყოს. წითელი კი. ბოროტი, წითელი, ბოროტ მოქმედი. ამოდით ახლა ამას კოდი დავწეროთ ცოტა ეს გამოვწიოთ აი აქეთ. აი ესე რომ ჩანდეს. ცოტა აქეთ გამოვწიოთ. და აქეთ გამოვწიოთ. ესე გამოჩნდება. და ახლა ამას პატარა კოდი დავწეროთ. როდესაც აჭერ მწვანე დროშას გადადი X0-ში და იღრე 22-ში. ასევე გრაფიკული ეფექტების მოხსნა და გამოჩნდი.
შემდეგ იცოდე 0.5 წამი. 5 წამი. შემდეგ გაიმეორე, აქ დავწეროთ 50 ჯერ. შეცვალე მოჩვენება ეფექტი 2-ით. ნახოთ რა გამოგვივიდა. ანუ მოდით ეს ცოტა გამოჩვევ საერთოდ მთლიანად ეს აღწერები. ეს. ნახოთ. დარჩა მარტო გასაკეთებელი წაგების სცენა. აჰა. ამ მოდით გადმოვწეროთ ახლა სპრაიტი. აი ეს ფოტო, დასასრულის ფონი. ან ცოტა უბრალოდ გავადიდოთ. გავადიდოთ. და ახლა აქ დავწეროთ მაგალითად შერიფმა გაიმარჯვა. შერიფმა. ახლა ეს არწერა ცოტა გავადიდოთ. შერიფმა. და ახლა დავწეროთ აქ კიდევ. და ეს არწერა ცოტა გავადიდოთ ეს. გავადიდოთ. ცოტა უფრო პატარა რომ იყოს თან. კი. ახლა გაიმარჯვა უფრო კარგად არ უნდა ჩანდეს ირაკლიც. ჩემი აზრით არა. შერიფმა უნდა ეწეროს ეს მკვეთრად. დავაკოპიროთ ახლა ეს ფოტო. და აქ დავწეროთ შერიფის მაგივრად. ბოროტ მოქმედმა. ბოროტ მოქმედმა. ახლა ეს წარწერა ძალიან დიდი გამოვიდა. ამიტომაც ცოტა დაპატარავება მოგვიწევს ესეთ. ამიტომ ვეცადოთ რომ შერიფმა გაიმარჯვოს ხოლმე. ცოტა დავაპატარავოთ. აი აქ ჩავსვადა ეს. კარგით. და მოდით ახლა მას კოდი დავუწეროთ. მოდი. როდესაც აჭერ მწვანე დროშას გადადი წინა შრეზე. შემდეგ გადადი. ну ეგ x2 და y2 მაქვს მე პარამეტრები. და შემდეგ დააყენე მოჩვენება ეფექტი. დავწეროთ ეგ 100. და მოდით ასევე ხმა გადმოვუწეროთ. ეგ გაქვია. დასრულების ხმა? ну ხო დასასრული. დასასრული. აი ეს ხმა იქნება. ახლა ეს შენ შეურჩი ხო ეს ხმები რა? კი. როდესაც ვიღებ შეთხოვინ იმას შერიფმა გაიმარჯვა, ეს ჩარტი ხმა დასრულებამდე. შემდეგ გადაერთი კოსტიუმზე დასასრულის ფონი. უბრალოდ და ასევე იცადე 0.5 წამი. გაიმეორე 50 ჯერ. შეცვალე მოჩვენება ეფექტი -2-ით. -2-ით. ეს კოდი ახლა დავაკოპიროთ. და აქ ჩავსვათ ბოროტ მოქმედმა გაიმარჯვა. და აქ დასასრულის ფონი 2. და დავუმატოთ აქ 2 ცალი პატარა ესეთი ბლოკი. გადადი წინა შრეზე აქ და აი აქაც. და ბავშვი ვაქ ერთი შეცდომა და უშიმე შევთხოვით. იმის მაგერად ეს ბლოკი რომ ჩავსვათ დაუკარი ხმა დასრულებამდე. აქ ავჩოთ ჩარტი ხმა უბრალოდ დასასრული. მეორე ბლოკი არის რა და აქაც იგივე. ახლა დავაჭიროთ შეინახე ახლას და ნახოთ რა გამოგვივიდა. ნახოთ. ჩვენ შეგვიძლია გამომოძრავოთ ჩვენი პერსონაჟები, ასევე ავტომა შეუძლიათ ორივეს დასროლა. თქვა ახლა თუ მოხდება მაგალითად ბოროტ მოქმედს თუ გავარტყავთ, ნახეთ რა მოხდება. გამოჩნდება ესეთი ფონი და თუ ბოროტ მოქმედი გაარტყავს შერიფს, თითქმის იგივე უბრალოდ წარწერა გამოჩნდება. აი დავამთავრეთ. ვა რა მაგარია ირაკლი, აი არ ვიცი რა მე ვარ აღფრთოვანებული, მომეწონა ეს თამაში ძალიან. ეს ნირა თუ მოგეწონა მე შენს გავაკეთე. მეც გავაკეთე, ბაბა რას ვიზამ, ხოლმე შეიძლება რაღაცები შენს კითხო ხოლმე, ხო შეიძლება? კი. ძალიან კარგი. ბავშვებო, მოგეწონათ ეს, საერთოდ მოგწონთ ჩვენი გადაცემები? მოგწერეთ, ხო ირაკლი? აუცილებლად. აი გამოჩნდა ჩვენი ელექტრონული მისამართი და კიდევ გამოიწერეთ რა ირაკლი? ჩვენი YouTube არხი. აბა კარგად იყავით ბავშვებო. ნახვამდის ბავშვებო.